მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი პრეზენტაციის თემაა სტუდენტთა საჭიროებების იდენტიფიცირება და მხარდაჭერის მექანიზმები პროფესიულ განათლებაში. ჩვენ განვიხილავთ თუ რა გადამწყვეტი როლი აკისრია მასწავლებელს ამ პროცესში და როგორ ეხმარება მას ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი გუნდი. პროფესიულ განათლებაში მასწავლებელი არის საკვანძო ფიგურა, რომელიც პირველი ამჩნევს სტუდენტის საგანმანათლებლო საჭიროებებს. ინტენსიური კონტაქტის წყალობით, სწორედ მასწავლებელს შეუძლია შენიშნოს არა მხოლოდ აკადემიური, არამედ სოციალური, ეკონომიკური თუ ფსიქოემოციური სირთულეები, რომლებიც სტუდენტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, მისი მოვალეობაა ამ საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და სასწავლო პროცესში გათვალისწინება. როდესაც პროფესიულ კოლეჯში ირიცხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი, მისი საჭიროებების იდენტიფიცირების პროცესი ფორმალური დოკუმენტით იწყება. ეს არის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნა, რომელიც SSM სტატუსის მქონე სტუდენტისთვის სავალდებულოა. სწორედ ეს დოკუმენტი გვაწვდის უტყوار ინფორმაციას საჭიროების არსებობის, მისი მახასიათებლებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. ეს დოკუმენტი ძალიან დეტალურია და მოიცავს ინფორმაციას სტუდენტის ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროზე. მაგალითად, ისაფასებს აკადემიურ უნარებს, როგორიცაა წერა და კითხვა, კოგნიტურ სფეროს, მათ შორის ყურადღებას, მეხსიერებასა და აზროვნებას და კომუნიკაციის უნარებს, რაც გულისხმობს როგორც მეტყველების გაგებას, ისე საკუთარი აზრის გამოხატვას. აკადემიური უნარების გარდა დასკვნა ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის სოციალურ-ემოციურ სფეროზე. მაგალითად, თანატოლებთან ურთიერთობაზე. აფასებს მოტორულ უნარებს, რაც ბიოპროფესიაში მნიშვნელოვანია და რაც მთავარია აღწერს ფუნქციურ უნარებს, როგორიცაა თვითმოვლა, უსაფრთხოების დაცვა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. ასევე ის ხაზს უსვამს სტუდენტის ძლიერ მხარეებსა და ინტერესებს. დასკვნა არ არის მხოლოდ დიაგნოსტიკური დოკუმენტი, ეს სამოქმედო გეგმაა. მასში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალისტები ამზადებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების საჭიროებას, სასწავლო გარემოს ადაპტირებას, დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენებას და რა თქმა უნდა, რჩევებს მასწავლებლებისა და მშობლებისთვის. თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ფსიქოსაგანმანათლებლო დასკვნა მიუხედავად მისი ღირებულებისა არ არის აბსოლუტური და ამომწურავი დოკუმენტი. ეს იმიტომ, რომ შეფასება ხდება კოლეჯისგან განსხვავებულ, სტერილურ გარემოში. ის არ არის მორგებული იმ კონკრეტულ პროფესიულ უნარებზე, რასაც სტუდენტი უნდა დაეუფლოს და ეფუძნება მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას, რაც არ იძლევა სტუდენტის სრულყოფილი სურათის დანახვის საშუალებას. სწორად აქედან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება სტუდენტის საჭიროებების ხელახლა და სიღრმისეული იდენტიფიცირება უკვე კოლეჯის რეალურ გარემოში. ამ პროცესში კი კვლავ მასწავლებელი დგას ცენტრში, რადგან სწორედ მან უნდა დააკვირდეს და გააანალიზოს, თუ როგორ ავლენს სტუდენტი თავის უნარებსა და საჭიროებებს კონკრეტულ პროფესიულ ამოცანების შესრულებისას. ეს დაკვირვება არ არის ქაოტური. პროცესის სტრუქტურირებისთვის არსებობს სპეციალური ინსტრუმენტი, დაკვირვების ანკეტა. ის ეხმარება მასწავლებელს მიზანმიმართულად შეაფასოს, მაგალითად, როგორ ითვისებს მასწავლებელი მასალას, ასრულებს დავალებებს, იცავს ინსტრუქციებს და ასე შემდეგ. დაკვირვება მოდულის პირველი დღიდან იწყება და უწყვეტად მიმდინარეობს, თუმცა პირველადი შედეგები პირველი 2 კვირის განმავლობაში უნდა შეჯამდეს. მას შემდეგ, რაც განვიხილეთ საჭიროებების იდენტიფიცირების პროცესი, პრეზენტაციის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ იმ მხარდაჭერის მექანიზმებზე, რომლებიც ეხმარება მასწავლებელს და სტუდენტს ამ გზაზე. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერ გუნდზე. სპეციალური საგანმანათლებლო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების საჭიროებები იმდენად მრავალფეროვანი და სპეციფიკურია, რომ მასწავლებელს მარტოს უჭირს მათზე სრულფასოვანი რეაგირება. სწორედ ამიტომ პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მასწავლებლები საჭიროებენ მუდმივ, კვალიფიციურ მხარდაჭერას. მულტიდისციპლინური გუნდის შექმნა, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა და ხარისხიანი განათლების წინაპირობა. ყველა პროფესიულ კოლეჯში, სადაც SSM ან SSM სტუდენტი სწავლობს, იქმნება ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი შიდა გუნდი. ეს გუნდი მულტიდისციპლინურია და უზრუნველყოფს, რომ სტუდენტმა დაუყოვნებლივი და უწყვეტი მხარდაჭერა მიიღოს უშუალოდ კოლეჯის რესურსებით. ამ მულტიდისციპლინური გუნდის ბირთვს 2 მუდმივი წევრი შეადგენს. ესენია ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი და სასწავლო პროცესის ასისტენტი. სწორედ მათი კომპეტენციები ქმნის კოლეჯში იმ რესურსს, რომელიც აუცილებელია სტუდენტების ეფექტური მხარდაჭერისთვის. აქ აუცილებელია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის ხაზგასმა. მხარდამჭერი გუნდის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლის როლი მცირდება ან პასუხისმგებლობა სხვაზე გადადის. პირიქით, პროფესიული მოდულის მასწავლებელი იყო და რჩება მთავარ პასუხისმგებელ პირად სტუდენტის განათლების პროცესში. სპეციალისტი და ასისტენტი არიან მისი და სტუდენტის დამხმარეები და მხარდამჭერები. ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტს კომპლექსური ფუნქციები აკისრია. ის აანალიზებს სტუდენტის საჭიროებებს, კოორდინაციას უწევს სასწავლო პროცესის მორგებას, მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნაში და რაც მთავარია,
მუდმივად კონსულტაციას უწევს მასწავლებლებს სწავლების ეფექტურ სტრატეგიებზე, კომუნიკაციასა თუ ქცევის მართვასთან დაკავშირებით. თუ სპეციალისტი უფრო მეტად პროცესის კოორდინატორია, სასწავლო პროცესის ასისტენტი უზრუნველყოფს უშუალო, პრაქტიკულ მხარდაჭერას. ის ეხმარება სტუდენტს კონკრეტული დავალებების შესრულებისას, საჭიროებისამებრ ინდივიდუალურად მუშაობს მასთან და ტექნიკურ დახმარებას უწევს მასწავლებელსა და სპეციალისტს. იქნება ეს სასწავლო მასალების მომზადება თუ სივრცის ორგანიზება. ეს მთელი პროცესი ერთიანი კოლაბორაციული მუშაობაა. მხარდამჭერი გუნდი ეხმარება მასწავლებელს დაკვირვების ანკეტის გამოყენებაში და მის პარალელურად თავადაც აკვირდება სტუდენტს სასწავლო პროცესში. შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი და სტრატეგიის დაგეგმვა ერთობლივად ხდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მოდულის მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობის სრული დაცვით. შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული ინკლუზიური პროფესიული განათლება სამ მთავარ საყრდენს ეფუძნება. პირველი, ეს არის მასწავლებელი როგორც პროცესის ცენტრალური ფიგურა. მეორე, ეს არის საჭიროებების იდენტიფიცირების ორეტაპიანი დინამიური პროცესი. და მესამე, ეს არის კვალიფიციური მხარდამჭერი გუნდი, რომელიც მასწავლებელს მარტოს არტოვებს ამ გამოწვევების წინაშე. საბოლოო ჯამში, სწორედ ამ სამი კომპონენტის ეფექტური თანამშრომლობა განაპირობებს თითოეული სტუდენტის წარმატებას. გმადლობთ ყურადღებისთვის.